950.000 ლარს დახარჯავს კასპიის მუნიციპალიტეტის მერია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. ამის შესახებ განცხადება მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა გააკეთა. ვახტანგ მაისურაძე ამბობს, რომ თანხა თითქმის ყველა სოფელზე გადანაწილდება, რის საფუძველზეც 10-დან 20.000 ლარის ფარგლებში მოხდება მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. როგორც მუნიციპალიტეტის მერია პროექტების შესარჩევად სოფლებში შეხვედრებს თებერვლის დასაწყისიდან დაიწყებენ. გამოსულია მთავრობის განკარგულება სოფლის პროგრამების დაფინანსების კასპიის მუნიციპალიტეტზე 950.000 ლარია გამოყოფილი. ეს თანხები კასპიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელზე გადანაწილდება. თანხა განსაზღვრულია სოფლებში მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე. პატარა სოფლებზე 10.000 ლარი, მაქსიმუმი არის სოფელზე 20.000 ლარი გამოყოფილი. აღნიშნული თანხებით ჩვენ პატარა პროექტების განხორციელებას გეგმავთ სოფლებში. თებერვლის დასაწყისიდან მომდევნო კვირის ბოლოდან ჩვენ დავიწყებთ სოფლებში კრებები, ყველა სოფელში გაიმართება სოფლის კრება, სადაც ყველა კრებაზე მეც დავესწრები სოფლის მოსახლეობა, რა პრიორიტეტსაც, რა პროექტსაც დაგვავალებს, დაგვისახავს მოსახლეობა და რა პროექტსაც დაუჭერს მხარს, იმაზე გავაკეთებთ უახლოეს პერიოდში უკვე ხარსაღრიცხვებს, პროექტებს მოვამზადებთ და გაზაფხულისთვის უკვე დაიწყება სოფლის პროექტების განხორციელება. წინა წლების გამოცდილებით თუ ხელმძღვანელები ძირითადად სოფლებში მოთხოვნა არის შიდა უბნების გარეგანათების მოწესრიგება, სანიაღვრე სისტემების, აგრეთვე გასართობის სივრცეების ბავშვებისთვის, გარემოხმარების ფიტნეს ტრენაჟორები, გზების მოხრეშვითი სამუშაოები ძირითადად 2024-23 წლებში ამ პრობლემებს აყენებდა მოსახლეობა და ჩვენც რა პრიორიტეტსაც და რა პროექტსაც დაგვავალებს მოსახლეობა, დავიწყებთ უკვე იმის შესრულებას.